ირაკლი ღარიბაშვილის და დანარჩენი ჩინოვნიკების ესე ვთქვათ დაჭერა ჩხრეკაზე და ყველაფერზე ძალიან ბევრი მეკითხებით აქვს და კომენტარი გინდათ რომ რაღაცა ვთქვა ძალიან მოკლედ ვიტყვი რა მოგრებულობ ხარ ირაკლი ღარიბაშვილი იქიდან გამომდინარე რომ დანაშაულობის პრეზუმპციაზე აღარაა საუბარი უღიარებია თვითონ დანაშაული და ბრალის წაუყენა გენპროკურატურამ რა აქ მარტო ის კი არ ტეხავზე ის კი არ არის ცუდი რომ ქვეყნის პირველი პირი ამ სიბინძურეებში და კორუფციაში და რა ვიცი არალეგალური ფულის ბუნვაში იყო ეხო თავისთავად ცხადია ძალიან ცუდია და ძალიან მძიმეა მე არ შევდივარ იმაში რომ ეს ოცნება ამ თავის ჩინოვნიკებს ღარიბაშვილსაც და წინამორბედებსაც და ყველას როგორ აправებდა ამას თავი დავანებოთ ნიშნის მოგებით არ მინდა რომ ვისაუბრო ამ შემთხვევაში ყველაზე მაგარი რა ხავს ტიპმა ამდენი რაღაც და აშავა ამხელა სირცხვილია რა ვიცი ჩემისაც ძალიან დიდი სირცხვილი და ამ დროს იმის ხარჯზე აღიარა რომ იქნებდა გირაო შემიფარდოთ და ციხეში არ გამიშვათ აი პროსტა წარმოიდგინე რა იმის მაგივრად რომ ბოდიში მოეხადა საკუთარი ამორჩევლის და ხალხის წინაშე არ ვიცი ხა თუ ოცნების შიგნით ვინმეზე ბოდიში აქვს მოსახდელი ალბათ მაგაძეს მე არ ვიცი მაგათში და ესე ვთქვათ რაღაცა ურთიერთობები ამ დროს ის მოივაჭრა რომ კიდე აი ფულს გადავიხდი $1,000,000 და არიქა შენი ჭირიმი გარეთ დამტოვეო იმის მაგივრად რომ აი პროსტა რა ვიცი ციხეში თავისი ფეხით უნდა მირბოდეს აი ეს არის ყველაზე სამარცხვინო აი ამ ყველაფერში რა აი ეს არის ჩემი შეფასება და აი დანარჩენია არ ვიცი ხა წაქცეული კაც არ უნდა დააჭირო და რაღაცა აუცი წაქცეული კი არ არის აუცი დაწოლილია ჩემი პირდაპირ